კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით საჯარო სამსახურებში დასაქმებულები გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. მათ შორის პედაგოგები და საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებული პირები. ცვლილება საჯარო მოხელეებს უზღუდავს სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებას, რიგ შემთხვევებში კი ხელმძღვანელის წერილობით თანხმობას ითხოვს. მაგალითად, გარდა იმისა, რომ მასწავლებელი ერთდროულად ორ საჯარო სკოლაში ვეღარ ასწავლის, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რეპეტიტორობის შესაძლებლობა. აქვთ თუ არა კერძო რეპეტიტორებს საქმიანობის უფლება ამ უფლების მოპოვების გარეშე და ვის ეზღუდება დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობა. რა რისკებს შეიცავს კანონის ეს ცვლილება? რა მიზანი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ნებართვის საჭიროებას? გახდება თუ არა კანონის ეს ჩანაწერი მანიპულაციის შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ბევრი კითხვა დაისვა, მოგვიანებით სამინისტრომ დამატებითი განმარტებაც გააკეთა, თუმცა იურისტები ამ განმარტებასაც და ჩანაწერსაც სკეპტიკურად უყურებენ. რატომ? მოვისმით მათ განმარტებასაც. ნიკა სიმონიშვილი, იურისტი ჩაგვერთვება, მანამდე კი სამინისტროს განმარტება მოვისმინოთ. გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურს ცენტრის უფროსი საუბრობს, ვის ეხება ეს ცვლილება. ნოემბრიდან ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები კორუფციის შესახებ კანონში, რომლებიც ითვალისწინებს გარკვეულ რეგულაციებს შეთავსებით სამუშაოსთან დაკავშირებით. ამავდროულად მთავრობის დადგენილებით დაწესდა გარკვეული გამონაკლისები. ეს გამონაკლისები ეხება საგანმანათლებლო სფეროსაც და მათ შორის პედაგოგიურ საქმიანობასაც. პედაგოგს უფლება აქვს იმუშაოს ერთდროულად შეთავსებით რამოდენიმე დაწესებულებაში, ოღონდ ამ შემთხვევაში მას სჭირდება ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა. ბათუმის შემთხვევაში ყველა პედაგოგს მიღებული აქვს სკოლის დირექტორების თანხმობა შეთავსებით სამუშაოსთან დაკავშირებით და არც ერთ პედაგოგს არანაირი პრობლემა არ აქვს. ხოლო რაც შეეხება რეპეტიტორის ინსტიტუტს, ეს სამართლებრივად არ რეგულირდება. ეს არის უბრალოდ ორ ინდივიდუალურ ადამიანს შორის გაფორმებული მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც პედაგოგი ძირითადი სამუშაო დროის შემდგომ ახორციელებს გარკვეულ აქტივობებს, რომლებიც სამართლებრივ ნორმებში არ ჯდება და ამ შემთხვევაში ამ ინსტიტუტს არანაირი ცვლილებები არ შეხება და შესაბამისად არც არანაირი შეძლებები არ დაწესებულა ამ მიმართულებით. მასწავლებლის ეთიკის კოდექსის თანახმად მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეს რაიმე ანაზღაურების სანაცვლოდ არ უნდა ამეცადინებდეს. თუმცა ამის მაკონტროლებელი რაიმე მექანიზმები ამ ეტაპისათვის არ გაგვაჩნია. საუბარი აქვს, რომ პედაგოგი შეიძლება მუშაობდეს ორ დაწესებულებაში, ორ სკოლაში, ერთად საჯარო სკოლაში და კერძო სკოლაში. ასევე შეიძლება პედაგოგი მუშაობდეს რაიმე ტრენინგ ცენტრში, მაგალითად არის ინგლისური მომზადების ცენტრები, ან შეიძლება იყოს აბიტურიენტების მომზადების რაღაცა ცენტრი, რომელიც არის იურიდიული პირი და ამ შემთხვევაში ამ იურიდიულ პირს შეიძლება გაფორმებული ქონდეს შრომით ხელშეკრულება პედაგოგთან. ამ შემთხვევაში პედაგოგს ტრენინგ ცენტრში მუშაობისათვის ესაჭიროება სკოლის დირექტორის წერილობითი თანხმობა. იმისათვის, რომ პედაგოგმა მიიღოს სკოლის დირექტორის თანხმობა სხვა სკოლაში მუშაობასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში განცხადებით უნდა მიმართოს პედაგოგმა სკოლის დირექტორს და თხოვოს თანხმობა სხვა დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით. აქვე მან უნდა დაწეროს თავისი დატვირთვა. ეს დატვირთვა არ უნდა ემთხვეოდეს საჯარო სკოლაში პედაგოგის მუშაობის საქმიანობის პერიოდს. თუ ამ პერიოდს არ ემთხვევა და განცალკებულია და ან სხვა ცვლაშია, ან სხვა დროის სხვა ინტერვალშია, ამ შემთხვევაში სკოლის დირექცია ადრევს თანხმობას. ეს ისედაც შეთანხმებული იყო აქამდეც, ამ კანონის ამ მოქმედებამდეც, იმიტომ რომ პედაგოგი ორ სკოლაში ერთდროულად ვერ მუშაობდა ერთ და იგივე დროს, ერთ და იგივე ცვლაში დავუშვათ და ეს ისედაც დარეგულირებული იყო და ამ შემთხვევაში უბრალოდ განუმარტავს პედაგოგი აუხსნის დირექტორს, რომ ის მუშაობს სხვა ცვლაში ან ამ კონკრეტული სკოლის საქმიანობისაგან თავისუფალ დროს და ხელი არ შეეშლება თავის ძირითად საქმიანობას. ამ შემთხვევაში უპრობლემოდ ადრევს სკოლის დირექტორის თანხმობას. ბათუმის შემთხვევაში არ ქონია არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე სკოლის დირექტორს პედაგოგისათვის დამატებით საქმისათვის უარი ეთქოს. თუ პედაგოგი სკოლის დირექტორს დაუწერს, რომ დავუშვათ სხვა სკოლაშიც მუშაობს პირველ ცვლაში, დავუშვათ იგივე ამ ძირითად სკოლაშიც მუშაობს პირველ ცვლაში და საგაკვეთილო საათები ორივე სკოლისა ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორი ვერ მისცემს თანხმობას, რომ იმუშაოს სხვა სკოლაში, იმიტომ რომ საგაკვეთილო დროები ემთხვევა ერთმანეთს და ორივე სკოლაში ერთდროულად გაკვეთილებს ვერ ჩაატარებს პედაგოგი. შეთავსებით სამუშაოსთან დაკავშირებით ისეთი კონკრეტული ინფორმაცია ჩვენ სკოლებიდან არ გამოგვითხოვია ჯერ, არ შეგვიგროვებია, ახლა კონკრეტული ციფრი არ ვიცი, მაგრამ ბათუმში დაახლოებით 400-500 პედაგოგი, 400-დან 500-მდე პედაგოგი მუშაობს ორ სკოლაში ერთდროულად.
მოგესმენდით ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის საკმაოდ ვრცელი განმარტება მოგთავაზეთ. ნიკა სიმონიშვილი, იურისტი, გვყავს ხაზზე და მე პირველ რიგში მინდა გავიგო თუ ესმოდა ნიკას აი ამ რესპონდენტის განმარტება. საღამოშიდობის ნიკა. საღამოშიდობის მოგესალმებით. სამწუხაროდ არ მესმოდა. კი ბატონო, თუმცა განათლების უწყების განმარტებები პრინციპში მანამდე რაც მოვისმინეთ, განათლების მინისტრის მოადგილემ რაც გააკეთა, იდენტური არის მათი მესიჯები და განმარტებები, ვის ეხება და რა შემთხვევაში დასჭირდება მასწავლებელს ნებართვა. თუმცა მე თქვენთან მხოლოდ მასწავლებლებთან დაკავშირებით არ მექნება შეკითხვა, ზოგადად საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის გახდება საჭირო საჯარო სამსახურში ვინც არის დასაქმებული ნებართვის მიღება, ხო? მითხარით პირველ რიგში რა რისკებს ხედავთ თქვენ ამ ჩანაწერებში, მით უფრო როცა განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ეს რეგულაციები მანამდეც იყო და ახალი ამაში არაფერია. მაშინ რატომ გახდა ამის ხაზგასმა ახლა ამ ცვლილებით და რა რისკებს ხედავთ თქვენ ამ ჩანაწერში? მაყურებლისთვის უფრო მეტად გასაგები რომ იყოს ამ ცვლილებების შინაარსი, მოდი მე პირდაპირ ვისაუბრებ თვითონ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, ანუ რა არის კანონში ჩაწერილი და რას გვეუბნება თვითონ კანონი, რაღაც ყოველგვარი შემდგომი სპეკულაციები თუ ორაზროვანი განმარტებები თავიდან რომ ავირიდოთ. მოდი მაყურებელს უთხრათ ის, რომ პირველ რიგში ეს ცვლილებები არ არის მიღებული მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებით. თან მიზანი არ ყოფილა საგანმანათლებლო სივრცის რეგულირება. ეს იყო ზოგადად საჯარო სექტორში პარალელური დასაქმების შეზღუდვის დაწესება და აი ამ საკითხის რეგულირება. ანუ ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, ანუ საჯარო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს პარალელური დასაქმების შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში. და ანაზღაურებადი სამუშაოს განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში. ანუ ეს არის თუმცა ჩვენ ბოდიშ ჩაგეჭრებით, ჩვენი გადაცემა განათლებაზე და ცხადია ჩვენი ინტერესის სფეროც არის განათლება და აქვე ისიც ვთქვათ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობას არ ზღუდავდა მაგათად უნივერსიტეტებში და სკოლებში არ ზღუდავდა კანონი. ახლა კონკრეტული ჩანაწერია, რომ ამას ჭირდება თანხმობა ხელმძღვანელი პირისგან. ნახეთ, ანუ აი რადგანაც კანონის შინაარსი უფრო ზოგადი არის ვიდრე მხოლოდ განათლების სფეროს ეხება, ნახეთ, აი მოდი აქედან დავიწყოთ, ხო? მაგალითად, პროფესიული საჯარო მოხელეების შემთხვევაში დასაშვები იყო პარალელურად საგანმანათლებლო სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება, ამას კანონი პირდაპირ უშვებდა, მაგრამ თანხმობას არ მოითხოვდა ხელმძღვანელისგან. ახლა უკვე პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოთხოვნილი არის ხელმძღვანელის თანხმობა. ანუ მაგალითად, არ ვიცი, ბათუმის მერიაში დასაქმებულმა ადამიანმა მაგალითად ლექცია რომ წაიკითხოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა უნდა აიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ბათუმის უნივერსიტეტში ლექციის წაკითხვა. ან არ ვიცი, ნებისმიერ პროფესიულ საჯარო მოხელეს შეიძლება ამის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ თანხმობით. აქამდე ეს თანხმობა მოთხოვნილი არ იყო კანონით. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ხო? ანუ პარალელურად თუ ლექტორი ვარ საჯარო მოხელე და პარალელურად ლექტორი ვარ, ასეთ შემთხვევაში თანხმობა მჭირდება. ადრე ეს თანხმობა არ იყო საჭირო. ახლა გადავიდეთ უკვე რისკებზე. რა საფრთხეები დაინახეთ ამ ჩანაწერის გაჩენით? ნახეთ, ეს არ არის მხოლოდ პრინციპში კანონის შინაარსი, ეს კანონი ბევრად უფრო ფართო შინაარსს მომცველი არის, ამიტომ მეორე ნაწილზე გადავიდეთ. ერთი არის პროფესიული საჯარო მოხელეების შემთხვევაში, მაგრამ აქ არის საუბარი ასევე კანონში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებზეც, ასევე აიპებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ სახელმწიფო აიპებში ან მუნიციპალურ აიპებში, ასევე სახელმწიფო მუნიციპალურ წარმოებში დასაქმებულ შრომით ხელშეკრულებულ ადამიანებზეც, ხო? და აქ არის საუბარი რაზე, რომ ამ პირებს, ანუ საჯარო სკოლების მასწავლებლები არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და სიპებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს კანონში წერია ასეთი რაღაც, რაიმე ანაზღაურებადი სამუშაო შეუძლიათ რომ განახორციელონ მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. ანუ ანაზღაურებადი სამუშაო არის ძალიან ფართო ტერმინი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ რაღაცას. მოიცავს არა მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებას, ანუ მაგალითად საჯარო სკოლის მასწავლებელმა რომ იმუშაოს მაგალითად კერძო სკოლაში დამატებით, ამ
ნიკას ხმა გაითიშა? ასაც ზღუდავს უკვე კანონი და ბოდიში ისმის ჩემი ხმა? ხალხო ცირე პაუზა იყო, შეგიძლიათ რომ დაასრულოთ. კი ბატონო, ანუ არა მხოლოდ კერძო სექტორში, ანუ ნახეთ, რაიმე ანაზღაურებადი საქმიანობა, აი ასეთი ჩანაწერი არის კანონში. შესაბამისად, აქ ნახეთ, როგორი სიტუაცია არის, რომ ანაზღაურებადი სამუშაო თავის თავში მოიცავს როგორც კერძო სექტორში დასაქმებას, ანუ მაგალითად, კერძო სკოლაში ვასწავლო, ან ნებისმიერი სამუშაო შევასრულო. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მასწავლებლად არ ვიმუშაო კერძო სკოლაში, ვიმუშაო, არ ვიცი, რაღაცა სხვა საქმე გავაკეთო საერთოდ, ხო? არ ვიცი, სხვა ნებისმიერი საქმიანობა განვახორციელო, ეს მოითხოვს თანხმობას, ასევე თვით დასაქმების ფარგლებში მიღებული შემოსავალიც არის ანაზღაურებადი სამუშაო. ამიტომ, როდესაც იყო არგუმენტებზე საუბარი მასთან დაკავშირებით, თითქოს კანონი არ იცნობს ტერმინს რეპეტიტორობა, ან კანონში რეპეტიტორობა არ წერია ასე შემდეგ. კანონში წერია ძალიან ზოგადი, ფართო შინაარსის მომცველი ტერმინი ანაზღაურებადი სამუშაო. რეპეტიტორობა არის ანაზღაურებადი სამუშაო. თუ ტერმინი ასეთი სახით იქნება კანონში, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს, არ ვიცი, ეს უკვე პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული, გაავრცელებენ თუ არა საჯარო სკოლების მასწავლებლების რეპეტიტორობაზე აი ამ კანონის მოქმედებას პრაქტიკულად, ამ განმარტებაში, სამისროს განმარტებაში რაც მოვისმინეთ, იმის გათვალისწინებით, რომ რეპეტიტორის დეფინიციას არ ცნობს კანონი, სავარაუდოდ არ გავრცელდება მათზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გითხავთ, თავის დროზე ჩვენს გადაცემაშიც არაერთხელ გვისაუბრია, რომ პრობლემად სწორედ ისახელდებოდა, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლები თავისივე მოსწავლეების რეპეტიტორები იყვნენ ხშირ შემთხვევაში და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების ეთიკის კოდექსი ამას არ ცნობს, მაინც ჰქონდა მსგავსი შემთხვევები და ამას ვერ აკონტროლებდა სისტემა. როცა ეხლა სისტემა თავიდან ირიდებს, რომ აი ჩვენ დეფინიციას არ ცნობს კანონი და ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რეპეტიტორობას, თქვენი აზრით, აი რა ბერკეტი არსებობს, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და არა აი ამ ნებართვის მოთხოვნით ის, რომელიც პრინციპში არც არაფერს არ აფუჭებდა და არ აფუჭებს აი ამ ჩანაწერის არსებობა არ არსებობა. უფრო დიდი პრობლემა რაც იყო, ის პრობლემა ვერ გვარდება რეალურად და თქვენ რას ფიქრობთ? ანუ შესაძლებელია ამის მოგვარება კანონით? ხო, მე შევეცდები უფრო ჩემი პროფესიული კუთხით დავინახო ეს ყველაფერი, მე შემიძლია გითხრათ, რომ კანონის ის ჩანაწერი, რომელიც ახლა არის ამ მოცემულობით, ანუ ანაზღაურებადი სამუშაო გულისხმობს ნებისმიერ სამუშაოს. შეიძლება მე რეპეტიტორი ვიყო, შეიძლება მე არ ვიცი, მაგალითად სარემონტო სამუშაოს ვახორციელებდე, შეიძლება მაგალითად მე კერძო სასტუმრო მქონდეს და როგორც ინდმეწარმე კერძო სასტუმროთიც ვიღებდე შემოსავალს, ანაზღაურებადი სამუშაო ძალიან ფართო ტერმინი არის. თუ თქვენ დამისვამთ კითხვას, რომ ანაზღაურებად სამუშაოში შედის თუ არა რეპეტიტორობა, გეტყვით, რომ რეპეტიტორობაც შედის და სხვა ძალიან ბევრი სამუშაოს, ანუ ნებისმიერი სამუშაო, რომელიც არის ანაზღაურებადი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუ იქნება ნება და სურვილი, შეიძლება გავლენა მოახდინოს რეპეტიტორებზეც. რა თქმა უნდა, ანუ თუ ამ კანონს არ აღასრულებენ რეპეტიტორებზე, თუ არ აღასრულებენ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ არ მოუნდა ქართულ ოცნებას აი ამის ასე აღსრულება. კი ბატონო, ნიკა, ერთი კითხვა მაქვს კიდევ. ცენტრებზე ვრცელდება, ენის ცენტრებზე, მათ შორის, სადაც ასწავლიან საჯარო სკოლის მასწავლებლები, აი ეს ცვლილება, ეს რეგულაცია რაღაც ერთგვარად აიძულებს თუ არა მასწავლებლებს, რომ კერძო რეპეტიტორობა დაიწყონ, რომელიც სამინისტროს განმარტებით ვერ იქნება მათი, ანუ დასჯადი მათ კომპეტენციაში ეს არ შედის. ხომ არ ექნება რაღაცა მაპროვოცირებელი ძალა აი ამას? ზოგადად ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, ყოველთვის გამოიწვევს ხოლმე იმას, რომ ადამიანები ცდილობენ აქედან გამოსავლის პოვნას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს მაპროვოცირებელი იქნება, როდესაც ანუ კარგი ეკონომიკური ანალიზი, ანუ რეგულირებას რა გავლენა მოყვება, აი ამის შეფასება კარგად არ ხდება, დიახაც სწორედაც ასეთი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ამისთვის და ამას მოყვება რა, მოყვება ის, რომ ანუ რეპეტიტორობა ჩვეულებრივ გაგრძელდება ოღონდ უბრალოდ ისე, რომ აი ეს ადამიანები ხელზე აიღებენ ამ თანხას და შესაბამისად, ანუ აქამდე მაგალითად თუ რომელიმე მასწავლებელი მაგალითად შეიძლება საშემოსავლო გადასახადს მაინც იხდიდა, როგორც
ცირემეწარმე ან რა ვიცი ინდმეწარმის საქმიანობის ფარგლებში ამასაც აღარ გააკეთებენ. კი ბატონო და ერთი კითხვა მინდა რომ მოვასწრო თავდაცვაზე და სუბიექტივიზმის გამორიცხვაზე ეს ცვლილება მასწავლებლების თქმით ისევ მასწავლებლების ჩატებში ბევრი იწერებოდა ფოთოები ამასთან დაკავშირებით რომ ეს ცვლილება შესაძლებლობას მისცემს სკოლის მენეჯერებს, დირექტორებს რომ სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღონ თუ მათ ეს მოესურვებათ. იმ შემთხვევაში თუ მართლა ექნება მსგავს შემთხვევას ადგილი, აქამდე ვთქვათ რომ ისიც ვთქვათ რომ აქამდე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია რომ არ მიეცა დირექტორს ნება რომ სხვა სამუშაო ქონოდა მასწავლებელს მათ შორის რეპეტიტორობა არ დაუშლიათ მოკლედ დირექტორებს თუ ექნება მსგავს შემთხვევას ადგილი რომ სუბიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს როგორ იცავს თავს მასწავლებელი ამ შემთხვევაში აქ ყველაზე საინტერესო რა არის ცით თანხმობა არ არის უვადო თანხმობა არის ვადიანი და არის ერთჯერადი ერთჯერადად ერთი წლით გაიცემა ეს თანხმობა შესაბამისად ერთი წლის შემდეგ რა მოხდება ნუ ამაზე პასუხისგაცემა მე რა თქმა უნდა გამიჭირდება მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა აი ეს სუბიექტივიზმზე რაზეც საუბრობდით ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ ეს კანონში ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ კრიტერიუმებს რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს თანხმობა რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას საჯარო მოსამსახურეს ანუ რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს თანხმობა და რა შემთხვევაში არა. ამიტომ აქაც ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, ანუ ფართო შეფასებითი უფლებამოსილება გააჩნია სკოლის დირექტორს და შესაბამისად თქვენ თუ დამისვამთ კითხვას რა იქნება კრიტერიუმი აი ამ გადაწყვეტილების მიღების მე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ასეთი რაღაც კანონში არ წერია. კანონი ფაქტობრივად ამბობს, რომ ძალიან ფართო შეფასების უფლებამოსილება გააჩნია დირექტორს. სასამართლო ერთადერთი დაცვის გზა საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის იქნება სასამართლოსთვის მიმართვა, თუ უარი ეთქმება ნებართვის გაცემას ასეთ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მაგრამ სასამართლო როგორ შეაფასებს ამას და რამდენად იქაც გაუჭირდება თავდაცვა, რადგან კრიტერიუმები არ არის გაწეული. კი, კრიტერიუმები რადგანაც არ არის და ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მისცა კანონმა დირექტორს, აქედან გამომდინარე მე ეჭვება რომ სასამართლო ღრმად შევიდეს აი ამ დისკრეციული უფლებამოსილების შეფასებაში. ამიტომ აი ამ გადმოსახედით ყოველ შემთხვევაში მე მიჭირს იმის თქმა რომ კი ბატონო დისკრეციული უფლებამოსილებას რავი არ გვაქვს მე მგონი პრეცედენტები რომ გადახედვა ხდებოდეს დისკრეციული უფლებამოსილება არ შედიან ხოლმე მაინც და მაინც ამის წიღრმეებში კი ბატონო ნიკა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი მოკლედ დირექტორების კეთილნებაზე და კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ როგორც ჩანს და იმედი მაქვს რომ არ გამოიყენებენ ბოროტად დირექტორები ამ უფლებას მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი ნიკა სიმონიშვილი იურისტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი საუბრობდით პედაგოგიური საქმიანობის რეგულაციებზე. გადაცემის ამ ნაწილში დაანონსებული და დაპირებული სტუმარი ყავს სტუდიაში. მეოთხე გადაცემას უთმობთ თემას, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში განათლების სექტორისთვის მთავარ სადისკუსიო საკითხად იქცა. უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფციაზე ვსაუბრობ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოგვიდგინა და მას შემდეგ ამ დოკუმენტის ირგვლივ კითხვების დასმა არ წყდება. ჩვენმა მაყურებელმა განათლების სპეციალისტების ბევრი შეფასება მოისმინა, ბევრი კითხვა გაისმა, რომლის პასუხი ადრესატებიც ავტორების გარდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებიც არიან, რომლებიც ბოლო 2 კვირა თუ მეტი არა ინტენსიურ განხილვებში მონაწილეობენ რეფორმის კონცეფციის ავტორებთან და ცხადია ჩვენ და ჩვენს მაყურებელსაც აინტერესებს რა ფორმას იღებს სტრატეგია განხილვების კვალდაკვალ. და ცხადია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილისგან გავიგოთ უშუალოდ და მოვისმინოთ მათი მოსაზრება. როგორ ხედავენ განათლების სისტემის გაუმჯობესების პრემიერისეულ ხედვას უნივერსიტეტის რექტორები. ტიტი აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია ჩვენი სტუდიის სტუმარი და მე მადლობას ვეუბნები მას სტუმრობისთვის, იმიტომ რომ მთელი 3 კვირა ველოდებით თქვენგან თანხმობას და ესე გამოვიდა რომ ემთხვეოდა შეხვედრები, რექტორების შეხვედრები ერთხელ პრემიერ-მინისტრთან, მეორედ უკვე განათლების მინისტრთან და უკვე რაღაც ისეთ სუყე ინფორმაციით შეგიძლიათ რომ უკვე ამ დაგროვილ შეკითხვებს უპასუხოთ. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ იმით, რა ფორმა ექნება BSEU-ს აი ამ კონცეფციის შემდეგ, იმიტომ რომ კულუარულად გავიგეთ ასევე რომ თქვენ ძალიან იცავდით რომ BSEU-ს შეუნარჩუნდეს ფართო პროფილი და არა იმ ფორმით ჩამოყალიბდეს, როგორც იქნა დაანონსებული რეგიონულ უნივერსიტეტებს აგრარული და პედაგოგიური მიმართულებით მიეცეს უფრო ფართო პროფილი. ვიცით რომ იცავდით BSEU-ს პოზიციას და გითხარით როგორ წარმოგიდგენიათ BSEU მომავალში ამ სტრატეგიის მიხედვით. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ელემაყურებელს, თუმცა
არასწორი არა თქვენ მომიწვიეთ და არ მოვედი. არა, ეგ არ მithქვამს, უბრალოდ დაემთხვა და ვერ მოხვედით. აღნიშნულ საკითხზე ბატონ გიორგი მიქელაძესთან საკმაოდ ფართო სპექტრში ვისაუბრე, მინდა გითხრათ აჭარის ტელევიზიის ასევე ერთ-ერთი გადაცემა. მე მგონი სწორად თქვი, უბრალოდ გელოდებოდით, უარი არ მithქვამთ. ვიყავი მოსული და გადაცემაში ვიყავი მოსული. ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ პროფილური გადაცემა, მადლობა. რაც შეეხება განათლების რეფორმას, იცით რომ ძირითადად არის 7 გამოწვევა, რომელიც დასახელდა მთლიანად საქართველოს განათლების სისტემაში და აღნიშნული რეფორმა სწორედ ამ 7 გამოწვევის საპასუხოდ ისახავს გარკვეულ აქტივობებს და გარკვეულ ქმედებებს და რეფორმა ცხადია აუცილებელი იყო, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ყველა ვიცით ის გამოწვევები, რომელი გამოწვევების დასახელდა, მე ხა ცალ-ცალკე არ ჩამოვთვლი, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც ამ გამოწვევების საპასუხოდ იქნა დასახელებული, ცალსახა აღნიშნული კონცეფცია ასევე განთავსებულია განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ვებგვერდზე და ნებისმიერ შეუძლია წაიკითხოს, თუმცა უამრავი განმარტება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ცალ-ცალკე გავშალოთ იგივე ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის ჭრილში, შეგვიძლია გავშალოთ იგივე სხვადასხვა საკითხების კი ბატონო, რადგან დროში ვართ მაინც შეზღუდულები, თუ პირობას მომცემთ რომ კიდევ მოხვალთ სიამოვნებით რაღაცა თემებს გადავდეთ მე უბრალოდ ხო რახან ბსუ არის ჩვენს ფოკუსში მაინც გითხარით აი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რა ფორმა ექნება როგორი იქნება აი მუშაობის პროცესში თქვენგან რა ინიციატივები წამოვიდა შეხვედრაზე როგორ ხედავთ ბსუს მომავალს იმიტომ რომ გვაღელვებს ყველას ბსუს არა ზოგადად საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას ექნება მნიშვნელოვანი ცვლილებებთან ერთად ექნება მნიშვნელოვანი შედეგები რა თქმა უნდა უბრალოდ ეს შეიძლება ერთ თვეში ორ თვეში ან ერთ წელიწადში არ აისახოს იმიტომ რომ მოგეხსენებათ განათლების სისტემა ურთიერთკავშირშია სხვადასხვა სფეროებთან და შესაბამისად ამას გრძელვადიანი ეფექტი ექნება ჩვენ ვართ ნაწილი იმ განათლების სისტემისა რაც სახელმწიფოში არსებობს შესაბამისად 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი არსებობს საქართველოში ერთ-ერთი არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნებისმიერი რეფორმა რომელიც დაგეგმილია რომელიც დაანონსებულია, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ცვლილებებს. ეს არ ნიშნავს მანდამაინც, რომ რაღაც გარკვეულწილად გაფუჭდეს, ან რაღაცას, ესე ვთქვათ, საბოლოო სახე მიეცეს. ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ გქონდა რამოდენიმე შეხვედრა რექტორებთან ერთად, ამასთანავე ახლა იქნება სამუშაო ჯგუფი, სადაც უკვე დეტალურად იქნება განხილული ის ყველა ცვლილება, რომელიც რეფორმის ფარგლებში უნდა განიხილოს. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ შრომის ბაზრის კორელაცია უნივერსიტეტის რა ფორმა ექნება მაინც არ ფორმას არ გეუბნებით სხვანაირად გეუბნებით ახლა ანუ სხვა იგივე შეკითხვიდან მივდივარ უბრალოდ იქ რაც ვკითხეთ ამიტომ ვისაუბრებ მინდა რომ არ გამოვჩეს იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამიტომ ერთ-ერთი გამოწვევა არის შრომის ბაზრის კორელაცია საგანმანათლებლო პროგრამებთან რა თქმა უნდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსხვავებით სხვა რეგიონებისაგან არსებობს როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ანუ გვაქვს ჩვენი 5 სამინისტრო, შესაბამისად 5 სამინისტროს გააჩნია თავისი საქმე უწყებო ორგანიზაციები, ამასთანავე მუნიციპალური მმართველობა, შესაბამისად სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები, გამომდინარე იქედან, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა განსაკუთრებით ბათუმი გახავთ ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, ასევე ტურისტული ობიექტების სიჭარბეც არსებობს ჩვენს ქალაქში. აქედან გამომდინარე შრომის ბაზრის კვლევიდან და არსებული პროგრამებიდან ჩვენ რა თქმა უნდა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული რეფორმა ის რაც შეეხება თქვენ როგორც ამბობთ და როგორც აპელირება ზოგიერთი სკეპტიკოსი აკეთებს, რომ და თქვენს გადაცემაში ვიხილე სხვადასხვა დაიხურება და აღარ იარსებებს უნივერსიტეტი. მინდა უბრალოდ პროფილური მიმართულებებზე შეგიძლიათ გადაახვიოთ და პირდაპირ სიცილით თქვა ერთ-ერთმა ალბათ რა ვიცი ბჭყალებში ექსპერტმა რომლებმაც არც კი იციან ეხა ისეთი ექსპერტები არიან რომელი ეხება უნივერსიტეტს და რომელი ეხება სკოლას, რომელი პროცესი და რომელი კონვენცია, განაცხადა, რომ აი ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის უნივერსიტეტი აღარ იარსებებს. ეხლა პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ გადაცემაში არა პროფესიონალი მე გადაგიხოთ და გამოგიგზავნით მაშინ. გადაგიხოთ და გამოგიგზავნით. თქვენ შეფასებასაც აქვს არსებობის უფლება და იმ მათ შეფასებასაც მით უფრო არ ვიცით ბატონ ტიტე კონკრეტული როდესაც ცალსახად მაყურებელს ატყუებს ნებისმიერი ექსპერტი, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს საგანმანათლებლო სისტემებზე და
აპელირებს იმაზე, რომ ეს რეფორმა ითვალისწინებს დახურვას, მინდა ღიად განვაცხადო, რომ როდესაც ერთ-ერთმა არაავტორიტეტულმა თითქოს კვლევითმა ორგანიზაციამ დაასახელა საქართველოს თურმე პირველ ადგილზეა წაკითხulis გააზრებასთან და გაუაზრებლობასთან დაკავშირებით და ბოლო ადგილზეა გააზრებასთან დაკავშირებით, მაშინ რატომღაც ყველა ექსპერტი ამბობდა და ხო ხედავთ განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ დღეს, როდესაც დღის წესრიგი დადგა განათლების რეფორმა, რატომღაც არავინ არ ამბობს, რომ ეს იყო აუცილებლობა, არამედ ეს არის ჩვეულებრივ ჭიქაში ატეხილი ხარისხალი, მინდა გითხრათ, რომ როგორც ბათუმის უნივერსიტეტს ეს რეფორმები წაადგება, რა თქმა უნდა და როგორც გითხარით, ჩვენ ვართ ერთიანი სისტემის ნაწილი, ამასთანავე ნებისმიერ იმ 19-ვე უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა, ექნება დადებითი შედეგი და აუცილებლად ეს პრიორიტეტი, რაც სახელმწიფოს აქვს განცხადებული, მივა ბოლომდე. ეს უხარია თუ არ უხარია სკეპტიკოსებს, უხარია თუ არა ოპოზიციონერებს, რა თქმა უნდა, იქნება ეს. იმიტომ რომ თქვენ ხართ პირველი წყარო და ყველა იმ კითხვას, რომელსაც არსებობის უფლება გისვამთ და დაგვაკვარიანეთ. არსებობის უფლება არ აქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ნათქვამ ექსპერტ თითქოს ექსპერტულ მოსაზრებებს აქვს არსებობის უფლება ვამოწმებთ თქვენთან. არ უნდა გააჟღერო და მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. რეფორმა ექნება, მე მგონი არ იყო ის მოსაზრებები დამაზიანებელი. რეფორმა ექნება ბესეუს, აი ამ რეფორმის შედეგად. თქვენ მაინც არ მიპასუხეთ. ფორმას რას ეძახით ფორმა? იურიდიულ ფორმაზეა საუბარი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის ფორმატში როგორ ჩაძრება ბესეუ. იქნება ისე მრავალპროფილური, როგორიც არის ახლა მრავალფეროვანი, თუ ექნება რომელიმე კონკრეტული ფაკულტეტი. ხომ არ შემცირდება მაგალითად თანამშრომელთა რაოდენობა, სტუდენტთა რაოდენობა, პროგრამების რაოდენობა. ეს ყველაფერი გვაინტერესებს. ცალსახაა პასუხი არა. რა თქმა უნდა, პირიქით გაძლიერდება გარკვეული ფაკულტეტები, არ დაიხურება არც ერთი სასწავლო პროგრამა. რა თქმა უნდა, შესაბამისად მიექცევა ყურადღება ხარისხს, ამასთანავე მიექცევა ყურადღება მეცნიერებისა და სწავლების ერთმანეთთან კავშირს, ანუ ეს არის კვლევის ერთ-ერთი გამოწვევა გახლავთ, კვლევისა და სწავლების ურთიერთკავშირი, სადაც უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობდა პრობლემები და შესაბამისად ეს იქნება სწავლის ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული ყველა ქმედება და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის ხარისხობრივ მომზადებას და შესაბამისად ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული. ამიტომ რა თქმა უნდა, ცალსახაა პასუხი არა, არც ერთი მიმართულება არ გაუქმდება, შრომის ბაზრიდან გამომდინარე, ჩვენ გვექნება საშუალება მოვერგოთ შრომის ბაზარს და იმ კვლევის შესაბამისად, რომელი კვლევებიც იქნება და ხორციელდება და მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო, როგორც ადრე გადაცემაში, აღნიშნული რეფორმა არ დაგეგმილა ერთი დღის, ერთი თვის ან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნულ რეფორმას საფუძვლად ედო ის უამრავი კვლევა, რომელიც ჩატარებულია და ტარდებოდა გარკვეული წლების განმავლობაში, შეგროვდა მონაცემები, დაისახა მიზნად, როგორ უნდა ჩატარდეს განათლების რეფორმა და სწორედ ის კონკრეტული 7 მიზანი, რომელზეც აუცილებლად არის გარკვეული აქტივობები განსახორციელებელი, უნდა განხორციელდეს. ამიტომ ბევრი კითხვა მაქვს და რაღაც მეცადოთ რომ მოკლე თქვა. აი ჩვენ კულუარული ინფორმაციაც გვაქვს, იმიტომ რომ იქ დამსწრებისგანაც ვიცით ინფორმაცია რაზე იყო საუბარი, ვის რა შენიშვნები ქონდა და ვიცით რომ ბევრ უნივერსიტეტს და ბევრი უნივერსიტეტის რექტორს ქონდა ერთგვარი პროტესტი უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით. თქვენ კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში ქონდათ თუ არა ამასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება, იმიტომ რომ ვიცით რომ ბესეუსაც ყავს სამედიცინო მიმართულებაზე განსაკუთრებით ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი და თქვენ მოკლევადიან 2025-27 წლის და 25-31 წლის გრძელვადიან სტრატეგიაშიც ხაზგასმით გაქვთ მინიშნებული რომ ეს ამ მიმართულების გაძლიერება, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება არის თქვენი პრიორიტეტი. ფიქრობთ თუ არა რომ აი ამ ჩანაწერის გაჩენა რეფორმის კონცეფციაში გარკვეულწილად დააზარალებს უნივერსიტეტს და ეს საკითხი არის სამსჯელო ჯერ კიდევ. თქვენი მოსაზრება გიჩვენეთ. სამსჯელო არ არის, მინდა გითხრათ რომ ცალსახად არ დააზარალებს და ამაზე პასუხი თუ მოკლე გაინტერესებთ არის არა. რაც შეეხება ეხლა უფრო შინაარსობრივ მხარეს. აქ საუბარი არის იმ მიმართულებებზე და იმ პროგრამებზე, რომელიც ორიენტირებული იყო კომერციული მოგების თვალსაზრისით უმაღლესი დაწესებულებებისათვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შემოსავალი არსებობს ამ მიმართულებით და ესე ვთქვათ, ხდებოდა აკუმულირება აღნიშნული შემოსავლის და შესაბამის მიმართულებებზე გადანაწილება, მაგრამ როდესაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იგივე ინფრასტრუქტურული ნაწილის ჩვენ ეს გარკვეული თანხები რაც არსებობდა, იყო ინფრასტრუქტურული ნაწილის გაუმჯობესებისათვის უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებით, ტექნიკურ
მატერიალური ბაზის გაუმჯობესებისათვის, იგივე ლაბორატორიების შექმნისათვის და ესე შემდგომ, სახელმწიფო ღებულობს ვალდებულებას, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული ნაწილი აიღოს საკუთარი ბიუჯეტირების ხარჯზე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ახორციელებდეს განათლების სახელმწიფო მიმართულებას და ვფიქრობ, რომ კომერციული მიმართულება აბსოლუტურად სწორად არის გადმოცემული, უნდა გადავიდეს კომერციული უნივერსიტეტების ესე ვთქვათ ხელში. ამ შემთხვევაში კომერციული ხდება ორი ძალიან დიდი საქმის ესე ვთქვათ გაუმჯობესება, ეს არის ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტები ორიენტირებული იქნება ქართველ სტუდენტებზე, რაც შეეხება კომერციული უნივერსიტეტები, მაქსიმალურად შეეცდებიან მიიღონ კომერციული მოგება. რასაც თქვენ ბრძანებთ ინტერნაციონალიზაცია, ეს რა თქმა უნდა ინტერნაციონალიზაცია არ გულისხმობს კომერციული მიმართულებით სტუდენტების მოზიდვას. ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, გაცვლითი პროგრამების მონაწილეობა, სოციალიზაცია და მათთან ურთიერთობა კულტურული განცდა უცხოელი სტუდენტების მონაწილეობა, იგივე ერაზმუსის პროგრამით, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან და ჩვენგან როდესაც მიდიან აღმოსავლეთ ევროპაში თუ დასავლეთ ევროპაში თუ სხვა მიმართულებით, ვინ თქვა რომ შეიზღუდება პირიქით, ეს გაუმჯობესდება და გააქტიურება. ამიტომ ინტერნაციონალიზაცია 2030 წლისთვის დარწმუნებული ვარ, გაოთხმაგებული და გახუთმაგებული იქნება. ამიტომ არავინ უარს არ ამბობს ინტერნაციონალიზაციაზე, ჩვენ უარს ვამბობთ კომერციული გზით, რეფორმა უпростоრად კომერციული გზით შემოსავლების მიღებაზე. ბიუჯეტის ამბავზე კიდე ერთი კითხვა მაქვს და ინტერნაციონალიზაციაზე მე გადავიდეთ. ისევ აი ბიუჯეტ ფინანსებზე თქვით რომ ყველა ფინანსებს, რასაც თქვენ დამოუკიდებელი გზით იღებდით და უცხოელი სტუდენტებისგან იღებდით, ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, ხო? თქვენთვის აი როგორც მენეჯერისთვის პერსონალურად როგორ ჯობია თანხა საიდან მოდიოდეს და როგორ განკარგავდეთ, თქვენ თვითონ წყვეტდეთ თუ ისე როგორც წერია კონცეფციაში, რომ სახელმწიფო გადაწყვეტს რა იქნება მისი პრიორიტეტი, რამდენს მოგცემს, გრანტების ამბავიც გასარკვევია, საგრანტო პროცესი და ამასთან დაკავშირებით მეტი განმარტება რო გითხრათ და უფრო ნათელი მოფინოთ როგორი იქნება. ზოგადად არარელევანტური კითხვაა და გეტყვით რატომ. ეხლა მე რომ მქონდეს ჩემი კერძო დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ან რაღაც ჯგუფს მქონდეს გახსნილი, მაშინ გეტყვით როგორ იქნებოდა უმჯობესი. ამ შემთხვევაში რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაბამისად სახელმწიფო თუმცა უნივერსიტეტის ავტონომიურობა ხო კანონით არის და უნივერსიტეტის ავტონომიურობა არ გულისხმობს დაფინანსების ავტონომიურობას. დაფინანსების ავტონომიურობა, ანუ ბიუჯეტის ნაწილი აბსოლუტურად სხვა არის, შინაარსობრივად ავტონომიურობა გულისხმობს უნივერსიტეტი, რომელიც მორგებულია სტუდენტებზე და მორგებულია იგივე განათლების მიღების ავტონომიურობა არის ერთი, მეორე არის როგორ ხორციელდება ხაზინის გავლით, ხაზინის გავლის გარეშე, კომერციული დანიშნულებით, კომერციული დანიშნულებით, ეს არის უკვე ფინანსები და ეკონომიკა. ამ შემთხვევაში ფინანსები და ეკონომიკა ერთდროულად თუ ისე უნდა გააკეთოთ ეს ავტონომიურობის პრინციპს არ არის. აი კიდევ ერთხელ აი მე ვფიქრობ რომ ეს არის არაპროფესიონალურად გიგიპასუქეთ ეს არის არაპროფესიონალურად გასული შეკითხვა მეუბნებით სახელმწიფო უნივერსიტეტი ხო იცით რა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რო ქვია. სახელმწიფო უნივერსიტეტი ნიშნავს სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. რას ქვია გიკარნახებენ? ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო პოლიტიკას განათლების მიმართულებით. ამიტომ აი აბსოლუტურად არაპროფესიონალურია. რა გირჩევნიათ სახელმწიფომ დაგაფინანსოთ ან გიკარნახებთ? რას ქვია გიკარ პოლიტიკა? გითხეთ ბატონო ბიუჯეტი შეიძლება გიხსოვდეს სახელმწიფო, მაგრამ ამის განკარგვის უფლებას თქვენ გაძლევდეთ დამოუკიდებლად და დახარჯოთ რომ კვლევით თემებზე, იმიტომ რომ კარგით, მაშინ მაღაზიას გახსნით პასუხს. კი ბატონო, პირდაპირ წერია თემატურადაც სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით. და ვინ თქვა რომ ეს შეიზღუდება პირიქით, ეს გაუმჯობესდება და განმარტებას გთხოვთ, იმიტომ რომ ბევრი მოსაზრება იქ ამასთან დაკავშირებით. არასწორად სვამ შეკითხვას, იმიტომ რომ მეუბნებით სახელმწიფო მოგიკარნახოთ, ნუ რას ქვია სახელმწიფო მოგიკარნახოთ? პირდაპირ გეუბნებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი, აი ეს არის უკვე რასაც თქვენ ამბობთ ავტონომია. ჩვენ რომელი კვლევითაც, რა მიმართულებითაც, რა ფინანსური რესურსითაც გვინდა დავაფინანსოთ გარკვეული სამეცნიერო თუ კვლევითი მიმართულებები. ვინ თქვა რომ ეს შეიზღუდება? პირიქით, აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო აძლიერებს მუშაობას, როგორც კვლევითი თქვენ აი იცით ალბათ რომ ერთ-ერთი გამოწვევა არის დაფინანსების არასწორი მიმართულება, ამ შემთხვევაში იგივე დაუშვათ რატომ არის, როდესაც ერთი პროფესორი სამ უნივერსიტეტშია. და იცით ამაზე ხო პასუხი არ გავაგზავნებთ 10,000 ლარი პლუს საბონუსო სისტემა. ამ შემთხვევაში რატო ფიქრობთ რომ ეს იქნება კარნახი სახელმწიფოს პროფესორმა რა გააკეთოს?
პროფესორმა მისი საქმე უნდა გააკეთოს, რაც აუცილებელია უნდა გააკეთოს და ორიენტირებული იყოს ერთ უნივერსიტეტზე, სადაც შეძლებს სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას. აქამდეც უნდა მომხდარიყო აღნიშნული რეფორმა, რა თქმა უნდა, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გარკვეული ინფორმაციის მოგროვებას დაჭირდა დრო და დღეს ზუსტად მიზანმიმართულად 7 პუნქტის მიხედვით ხორციელდება. ამიტომ ჩვენ განვახორციელებთ სახელმწიფო განათლების პოლიტიკას, ვიქნებით ავტონომიურები, თუმცა დაფინანსების მიმართულებით ავტონომიურობა არ მოიცავს თავის თავში, რომ უნივერსიტეტი კარნახით ეს არასორი შეკითხვა, აბსოლუტურად არასორი შეკითხვა. თქვენი ნებაა რომ მიიღოთ ისე შეკითხვა როგორც როგორ მივიღო ეხა ისე როცა მეუბნები რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეუბნები რომ სახელმწიფოს კარნახით სახელმწიფო უნივერსიტეტი ვართ. ამით ნათქვამია უკვე. კარგით, აღარ დავკარგოთ ამაზე, რომ თქვენ ასრულებთ რა საზოგადოების დაკვეთას. რა თქმა უნდა, საზოგადოების დაკვეთას. ახლა მე რო გითხოთ, რომ კარგია საზოგადოებრივი დაკვეთას რო ასრულებ და საზოგადოების კარნახით, რა თქმა უნდა საზოგადოების კარნახით უნდა შევიდეთ, რომ საზოგადოება დაფინანსებს თქვენ. ისევე როგორც ჩვენ ამ შემთხვევაში. მე მგონი გაიგეთ თქვენ რაც კითხეთ, მაგრამ არასდროს ასულია. შემდგომში გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული შეკითხვა არ მე მგონი გაიგეთ თქვენ რაც კითხეთ, მაგრამ კი ბატონო თქვენი პასუხი არის როგორიც არის ისეთი პასუხი ისეთი როგორიც არის. მოდით ხარისხზე მითხარით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ხარისხი. როგორ ხედავთ აი ამ რეფორმით ხარისხის გაზრდას, მით უმეტეს ესეც შემცირებულ დროში, იმიტომ რომ ითქვა ისიც რომ უკვე ახალი სასწავლო წლიდან უკვე უნდა იყოს რეაკრედიტებული პროგრამები და უნივერსიტეტის აბიტურიენტებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა რომ არჩევანი გააკეთონ. კი ბატონო, ითქვა რომ თებერვლიდან უკვე ცნობილი იქნება რომელ უნივერსიტეტს რა მიმართულებებზე შეეძლება სხვა რაღაცას გეკითხებით, დავასრულებ. ანუ მოკლე დროზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი, რომ თებერვალში ეს პროცესი იქნება და უკვე სექტემბრიდან უნდა მოხდეს ახალი ნაკადის მიღება შემცირებულ დროზე. ამ შემცირებულ დროში როგორ აპირებთ, რომ ხარისხი დადოთ განათლების თქო, იგივე რესურსით, იგივე ადამიანური რესურსით, რომელიც აქვს. რას აპირებთ ამ მიმართულებით, ამ რეფორმის ფარგლებში, აპირებთ თუ არა რომ განაახლოთ მაგალითად ადამიანური რესურსი, გადაახალისოთ, თუ არ ვიცი საერთოდ როგორ აპირებთ რომ გააუმჯობესოთ ხარისხი, იმიტომ რომ 13 წლის შემდეგ, როცა გვეუბნებით რომ ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს, ადამიანებს აქვთ უფლება სკეპტიკურად განეწყონ აი ამ წინადადების და იდეის მიმართ, რომ ის რაც ვერ მოხერხდა 13 წელიწადში, რამდენად შესაძლებელია რომ მოხერხდეს მაგალითად 6 თვეში, ანუ სექტემბრამდე. როგორ ფიქრობთ, უძლებს კრიტიკას თუ არ უძლებს? ბატონო, მე გეტყვით რომ 6 სეზონია უკვე ეთერში ვართ და 6 სეზონის განმავლობაში ჩვენ საუბრობდით ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც რეფორმაში წერია სხვათა შორის და მაშინაც ამბობდით, რომ ჩვენ ვიყავით მიკერძოებულები და არაობიექტურები, თუმცა არ მიხარია ნამდვილად, რომ ეხლა დადასტურდა, რომ ჩვენ არ ვიყავით მიკერძოებულები და არაობიექტურები. მითხარით ხარისხის გაუმჯობესებას როგორ აპირებთ? კარგით, გეტყვით ეხლავე, არასორი ინფორმაცია გაქვთ, მინდა გითხრა და აბსოლუტურად კავშირში არ არის ერთმანეთთან სტუდენტთან აკადის მიღება ხარისხთან. ამ შემთხვევაში მინდა გითხრა, მე დროზე მაქვს რომ ასეთ სწრაფ დროში როგორ მოხდება თქო ეს. სტუდენტის მიღება ხდებოდა და მოხდება ეხლა აბსოლუტურად კავშირში არ არის მეთქი ხარისხთან. ახალი ფორმატით 3+1-ით დაიწყება მიღება. აი ეს უკვე სხვა შეკითხვაა. მოდით გავცემ ჯერ პასუხს, კარგით? ხარისხს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ აკრედიტირების პროცესი გადაიწია 2026 წლის დეკემბრის თვემდე, ანუ არა გაქვთ მეთქი სწორი ინფორმაცია, რაც შეეხება სტუდენტები, რა თქმა უნდა, მიღებული იქნებიან. ეს არსად დართქმულა, მაგიტომ ხართ ჩვენთან რომ გვიპასუხოთ. ამიტომ პასუხობ და დასკვნებიც შესაბამისად მანამდე იქნება გამოტანილი. რაც შეეხება ხარისხის, სწორედ იმიტომ იქნა გადატანილი 2026 წლის დეკემბრის თვემდე, მოხდეს რეაკრედიტირება იმ პროგრამებისა, რომელი პროგრამებიც ჩვენ შემთხვევაში, საერთო რეფორმის შემთხვევაში წარდგენილი იქნება აკრედიტაციის საბჭოზე. ეს არის აღნიშნულზე პასუხი. რაც შეეხება სტუდენტთა მიღება ყოველთვის განისაზღვრებოდა კვოტებით, უბრალოდ ამ შემთხვევაში მოხდა ცვლილება, თუ კი აქამდე დეკემბრის თვეში ხდებოდა სტუდენტთა კვოტების წარდგენა, მოხდება თებერვლის თვეში. ანუ არავის არ უთქვამს, რომ გადაიწია და ეს ხარისხთან ეს არაფერ შუაში არ არის. შემცირებულ დროზე მქონდა ბატონ ტიტე, იმიტომ რომ პირიქით გაზრდილია დრო. პირიქით რო გაგვეზარდა. ნახეთ? თუ კი აქამდე დეკემბრის თვეში უნდა წარგვედგინა, უნდა წარვადგინო თებერვლის თვეში. თუ კი აკრედიტირება უნდა მომხდარიყო ივნისის თვეში, ეხლა მოხდება დეკემბრის თვეში, ოღონდ 2026 წლის დეკემბრის თვემდე. გაზრდილი ანუ სად არის შემცირება? მაშინ სექტემბრიდან როგორ მოახერხებთ 3+1 ფორმატიდან? არა, 3+1 ფორმატში როდიდან აპირებთ რომ მიიღოთ უკვე ახალი ნაკადი? 3+1 ფორმატი იქნება ახალი სასწავლო წლიდან, ამასთანავე
დაჭირდება მას აკრედიტაცია ხელახალი პროგრამების. აი ამიტომ გადაიწია დეკემბრის თვემდე, რომ მოხდეს აღნიშნული პროგრამების, ოღონდ ყველა პროგრამის არა, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს რეგულირებადი მიმართულებები, რეგულირებად მიმართულებებს არ ეხება მხოლოდ არარეგულირებად მიმართულებებს. ანუ ჩვენ ისედაც გვქონდა 3+2 ფორმატი ამ შემთხვევაში, ანუ საბაკალავრო სისტემა 3 წლიანი ჩვენ გვქონდა გარკვეულ მიმართულებებზე, იგივე ბიზნეს ადმინისტრირებაზე და რამოდენიმე პროგრამა, რომელიც ესე ვთქვათ, საცდელი ვერსია იყო და მინდა გითხრათ, რომ უფრო მეტად მოიმატა ნაკადმა 3 წლიან საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისა, ვიდრე 4 წლიანზე. ამ შემთხვევაში, როდესაც რეგულირებადი სფეროების გარდა არარეგულირებადი გადავა 3+1+1, 3+1 ჩემი თხოვნა იქნება, რომ 3+1+1 ფორმატია ზოგადად. 3+1 ფორმატით, როდესაც იქნება ესე ვთქვათ, კარიერული თვალსაზრისით აღნიშნული მიმართულებები, ვფიქრობ, რომ არის ოპტიმალური ვადა, ანუ 4 წლიან ვადაში ადამიანი პროფესიონალი გამოდის და შეუძლია დასაქმდეს სამსახურში, ვისაც მეცნიერების გაგრძელება უნდა. ცნობილია თუ არა უკვე რომელ პროგრამებზე იქნება აი 3+1 და რომელი იქნება გამონაკლისი. სამედიცინო მიმართულება, გახლავთ რეგულირებადი სფერო. ამ შემთხვევაში სამედიცინო რა თქმა უნდა გააგრძელებს ჩვეულებრივად როგორც პროგრამულად არის გაწერილი, ამასთანავე არის სამშენებლო მიმართულებები, რომლებიც რეგულირებად სფეროს წარმოადგენს, იურიდიული, რადგან ანუ სამართლის მიმართულება, რადგან მათ დამთავრების შემდგომ სერტიფიცირება ესაჭიროებად და შემდგომ შეუძლია დაუშვათ ადვოკატურას, სასამართლო სისტემები, პროკურატურის სისტემები, ამ შემთხვევაში ესენი რეგულირებად სფეროებად ითვლებიან და ისინი ესე ვთქვათ თავიანთი პროგრამის მიხედვით გააგრძელებენ. ისეთი სპეციალობები, რომლებიც არ საჭიროებს დამატებით 1 წლიან პროგრამირებას და შესაბამისად აღნიშნული 180 კრედიტით შესაძლებელი იქნება დაამთავრონ საბაკალავრო, ეს არის ოპტიმალური ვადა, რომელიც გათვლილია, რომელიც დათვლილია და შესაბამისად დიდი რესურსის გამოყენებას არ საჭიროებს. კი ბატონო, რა იყო ბატონ ტიტე მიზანი, რომ გამონაკლისებში უფრო ცოტა პროგრამა დარჩა 4 წლიანზე და უმეტესობა, როგორც ითქვა, 3 წლიანი გახდება. ერთ-ერთ მიზეზად ითქვა დასახელდა, რომ შრომის ბაზარი უფრო სწრაფად მომარაგდეს ახალი კადრებით, თუმცა ინტერნაციონალიზაციას ეს ხელშეუშლისო ამბობენ განათლების სპეციალისტები და არის ამაში ლოგიკა, იმიტომ რომ თქვენც ახსენეთ 180 კრედიტი, 180 კრედიტის მოგროვება არის შესაძლებელი 3 წლიან სწავლებაზე. ჩვენ ვართ ბოლონიის პროცესის მონაწილე და ამაზეც ვიცი რომ გქონდათ თქვენ შენიშნა რომ თითქოს ბოლონიის პროცესს ხელშეუშლის ეს და ეს ასე არ არის. გეთანხმებით ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნების ბევრ უნივერსიტეტში არის 180 კრედიტიანი პროგრამები. მინდა გითხრათ უმეტეს ნაწილში. ეს თემა შესწავლილი გვაქვს და უმეტესი არ არის სამწუხაროდ 240 კრედიტიანი პროგრამები არის უმეტესი, მაგრამ ნახეთ მე შეკითხვა მაქვს ასეთი რა დავდეთ სასწორზე, როცა ჩვენ 240 კრედიტით ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტებში გვქონდა შესაძლებლობა რომ მიგვეღო იმ უნივერსიტეტების გრანტებით ჩვენი ქვეყნის გრანტების გარდა და ჩვენ ახალგაზრდებს უფრო მეტი შანსი ჰქონდათ რომ ესწავლოთ უცხოეთში, აი ამ 180 კრედიტამდე შემცირებით ხომ არ შეუმცირეთ კი არა შეუმცირეთ აშკარად მათ ეს შესაძლებლობა რომ უცხოეთის უნივერსიტეტებში ისწავლონ. ანუ რატომ გავაკეთეთ ეს გვიღირდა თუ არა აი ამ ცვლილების შეტანა? აი ამაზე მინდა რომ მიპასუხოთ. მე მინდა იგივე რა ხეირი ექნება ამ ცვლილებას ეს ეგრეთ წოდებული ექსპერტებს მიმართო მაშინ და უთხრა დაუშვათ ავსტრიის რამოდენიმე უნივერსიტეტმა რა დადო სასწორზე, რომლებსაც აქვთ 180 კრედიტიანი სწავლება, ხო? რეალურად ისინიც ბოლონიის პროცესის მონაწილეები არიან. ამიტომ ესე ნუ მე მგონი ჩვენი ქვეყანა უფრო მოწადინებულია რომ ევროპული განათლება მიიღოს, ვიდრე ისევ ევროპის ქვეყნებში უნივერსიტეტების სხვა სტანდარტი არის. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენც ვართ ბოლონიის პროცესის მონაწილე, სადაც ყველა უნივერსიტეტი არის თანაბარი. აქ ხარისხზე ვისაუბრეთ უკვე. ამ შემთხვევაში ყველა იმიტომ შევედით ბოლონიის პროცესში, რადგან ვართ მონაწილე და ვართ თანაბარ ზონმიერი პარტნიორები. შესაბამისად, თანხმდებით რომ ევროპული სტანდარტი გვაქვს? ჯერ? ხო, ამისკენ მივდივართ ახლა ჩვენ, ნახეთ. როდესაც საუბარია და თქვენ ამბობთ რომ ინტერნაციონალიზაციის შემცირება მოხდება ამ შემთხვევაში და ჩვენ ვერ შევძლებთ ბავშვების უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. შემაფერხებელი იქნება. არანაირად შემაფერხებელი არ არის, იმიტომ რომ მინდა გითხრათ რომ იგივე ის პროგრამები, რომლებიც დღეს ყველაზე ცნობილი პროგრამები, რომელიც ერაზმუსის პროგრამებით არის, სახელით არის ცნობილი და თითქმის ყველა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს მოიცავს, შესაძლებელია როგორც პირველი კურსიდან, ასევე მესამე კურსის ჩათვლით მისი გავლა.
შესაძლებელია მაგისტრატურაზე მისი გავლა, შესაძლებელია დოქტორანტურაზე მისი გავლა. ამიტომ არანაირად არ შეაფერხებს ეს პროცესი და ყველა დროს ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერი კურსის სტუდენტს, ეხლა თუ კი დაუშვათ მას პრინციპული არჩევანი აქვს, რომ მან და მაინც მეოთხე კურსიდან უნდა წავიდეს ერაზმუსის საშუალებით რომელიმე უნივერსიტეტში სასწავლებლად, მაშინ ეხლა ეს რაღაცა ისეთი უაზრო აჩვენება გამოდის, მაგრამ პირველი კურსიდან შეაფერხებს ამ შესაძლებლობას შეზღუდვას. იმიტომ რომ 240 კრედიტიანი სწავლები კრედიტი აბა. მოდი ჩავშალოთ მაშინ 60 კრედიტი არის წელიწადში, ხო? ანუ 60 ჯერ 3 180 კრედიტი გამოდის. როცა 4 წელი სწავლობ 240 კრედიტი ავტომატურად გიგროვდება და უფრო დიდი შანსი გასულს ინტერნაციონალიზაციაში ხელს ეს. ევროპული განათლების მიღებაზე და შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ და გავიგე და მე რას უშლის ხელს. კი ბატონო, ანუ არ თვლით რომ ბოლონის პროცესიდან? არა, არ თვლით რომ შემცირდება 180 კრედიტი არა აქვს ევროპის ყველა უნივერსიტეტს. მაშინ უჯობესია 1800 კრედიტი გავაკეთოთ და მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს უცხოეთში უფრო გრძელვადიანი პერიოდი წასვლა. ეს არის ოპტიმალური ვადა, რომელშიც შესაძლებელია როგორც მიიღოს უცხოური განათლება, ასევე დასაქმდეს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ამიტომ შემცირდა პერიოდი, რადგან თუ კი ვინმე სულ სამინისტროში, ბიზნესში, რომელიმე სხვა დაწესებულებაში, სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობის დაწყება, სრულიად საკმარისი პერიოდია 4 წელი მაგისტრატურის ჩათვლით, წავიდეს და იმუშაოს. მაგრამ თუ კი მას სურვილი აქვს გააგრძელოს სამეცნიერო მიმართულებით, 3+1+1 სწორედ ეს ნიშნავს არჩევანის საშუალებას, როდესაც 2 წელი სწავლობს მაგისტრატურაზე და შემდგომ სწავლობს უკვე დოქტორანტურაზე. ანუ აგრძელებს სამეცნიერო მიმართულებით. იქაც შეუძლია მიიღოს უცხოურ პროგრამებში მონაწილეობა და 3+1-საც შეუძლია, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად მიიღოს მონაწილეობა. მე როგორც გითხარით, პირველიდან ეხლანდელი მდგომარეობით გარკვეულ სპეციალობებზე, სადაც ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა და 3 წლიანი ხო გითხარით არის მეთქი. ნახეთ, პირველი კურსიდან მეოთხე კურსამდე სარგებლობენ, ასევე 3 წლიან პროექტებზე, რომელიც არიან 3 წლიან პროგრამებზე. პირველი კურსიდან მესამე კურსამდე სარგებლობენ ძალიან ჩვეულებრივად. არავის არ უთქვამს, რომ მე შემეზღუდა უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა. კი ბატონო, ეს ამას ჯერ ვერ გეტყოდათ, იმიტომ რომ ეს პროცესი ჯერ არ არის დაწყებული. მე ჩვენ გვაქვს ხო დაწყებული, ჩვენ გვაქვს დაწყებული. ჩვენთან 3 წლიანი პროგრამები არსებობს. ჩვენ გვაქვს, ეხლა ჩვენ გვაქვს, მაგალითად, ტურიზმისა ბიზნესის ადმინისტრების მიმართულებით ჩვენ გვაქვს 3 წლიანი პროგრამა, 180 კრედიტიანი. არავის არ უთქვას, რომ ვინმე შეზღუდა კი ბატონო, მაგრამ ბიზნესის ადმინისტრაციის მიმართულებით უმეტეს უნივერსიტეტს 180 კრედიტიანი პროგრამა აქვს ბატონ ტიტე და იმიტომ იყო თანხმადრაში. მოდით მაშინ ესე ვკითხავთ, გაითვალისწინეთ თუ არა ამ ევროპული უნივერსიტეტებთან თანხმადრა კრედიტების რაოდენობით. აი ესე უპასუხოთ მაშინ და გამოვრიცხოთ, რომ ეს არ არის რისკი. რა რისკია? რისკებს ვერ მაქვს, რას მეუბნებით? რისკი არის ის, რომ 4 წლის განმავლობაში უფრო მეტჯერ მოინახულებდა და უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებდა უცხოეთში, ვიდრე 3 წლის განმავლობაში? ბატონ ტიტე, მე გისვამთ კითხვებს, რომლებიც აქვს ახალგაზრდებსაც. ამიტომ მე კი მიბრაზდები. ანუ ის რომ 240 კრედიტით უფრო მეტი შანსი ქონდა, რომ არჩევანი ქონოდა მეტი ევროპის უნივერსიტეტებში, ვიდრე 180. ამაზე ვერ გეთანხმებით, იმიტომ რომ რატომ მეთქი რომ გითხულობ, ვერ მეუბნებით რატომ? რატომ ქონდა უფრო მეტი შანსი? ანუ 4 წელი უფრო მეტია ვიდრე 3? იმიტომ რომ 240 კრედიტს ითხოვს ევროპის უნივერსიტეტების ძალიან ბევრ პროგრამაზე, ბატონო. აი, აქაც არასწორი ინფორმაცია. კი ბატონო, ეხავე წაგიკითხავთ, რომელ უნივერსიტეტებს რა მიმართულებებზე აქვს? ანუ თქვენ ამბობთ, რომ თუ კი ჩვენ 180 კრედიტიანი სისტემით ჩვენ სტუდენტს მოესურვა უცხოეთში წასვლა, არ მიიღებს 240 კრედიტიანი? ამას მეუბნები? ვერ მიიღებს 240 კრედიტიანი. იმიტომ რომ მოთხოვნა არის 240 კრედიტი უნდა ქონდეს მიღებული. ნახეთ, ბოლონიის პროცესში ჩართული ეს არის ოფიციალური ინფორმაციით გეუბნებით. არ გეგონოთ, რომ არ მოვძებნეთ და რაღაც ჭორებს გეუბნებით. უნივერსიტეტების დიდ ნაწილში სწავლება 4 წლიანი ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგიები, ეკონომიკა, სამართალი, მეცნიერება, ხელოვნება. თუმცა ჰუმანიტარიის მიმართულებით დიდი ნაწილი 180 კრედიტიანია. მე კი ბატონო, ანუ მაგიტო გეკითხებით, რომ გაითვალისწინეთ თუ არა ეს თანხმადრები პროფესიების მიხედვით, რომ არ შეეზღუდოთ ჩვენს ახალგაზრდებს ამ კრედიტებით იქ წასვლა და თანხმადრაში. არასწორი ინფორმაცია გაქვთ, მეთქი მაგიტო გეუბნებით. ეხლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ნახეთ, არის რეგულირებული. ეს არასწორი ინფორმაცია იყო, ბატონო. არასწორად ამბობთ, ნახეთ, ეს სწორი ინფორმაცია. ნახეთ, რაც გეუბნებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მე გითხარით თქვენ არსებობს რეგულირებადი მიმართულებები და ასევე არარეგულირებადი მიმართულებები. როგორც თქვით, რეგულირებად მიმართულებებში, ეს საერთაშორისო სტანდარტია. რეგულირებად მიმართულებებში ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება
ზოგან 240 კრედიტიანი, ზოგან უფრო მაღალ კრედიტიანი, სადაც ამ როგორც სამედიცინოა მაგალითად. ან სტომატოლოგია სამედიცინო, ანუ სამედიცინო მიმართულებები როგორც არის. დანარჩენ შემთხვევაში აბსოლუტურად თანხwebdriver ვართ ბოლონიის პროცესთან. არ არსებობს იქ ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე ჩვენ სტუდენტს შეეზღუდოს, მაშინ შეკითხვა უნდა დავსვათ ესე, უფრო მაღალი საკრედიტო რაოდენობა რო კონდეს პირობითად, უფრო მეტად შეძლებენ ჩვენი სტუდენტები. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ შესაბამისობაში ვართ ბოლონიის პროცესთან და არც ერთი პუნქტი არ ირღვევა ბოლონიის პროცესის პირიქით თანხwebdriver ვჯდებით ნებისმიერ უნივერსიტეტთან, ნებისმიერი ქვეყნის საუნივერსიტეტო საკრედიტო სისტემასთან. კი ბატონო, ბოლო კითხვა და რაღაც შევაჯამოთ, იმიტომ რომ ყველა დამატებითი დრო და რესურსი ამოწურეთ, როგორც რეჟისორი მეუბნება, თუმცა კითხვები ჩაშლილად კიდე ძალიან ბევრი მქონდა. აი, მითხარით ამ კონცეფციის, რეფორმის კონცეფციის სანდოობაზე ბევრი შეფასება მოვისმინეთ, რომ უნდობლობით არის განწყობილი საგანმანათლებლო საზოგადოება. ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა თავის თანამშრომლებთან და სხვა უნივერსიტეტის თანამშრომლებთან კონცეფციის განხილვა. თქვენ გქონდათ მსგავსი მცდელობა, რომ თქვენი უნივერსიტეტის თანამშრომლებთან განგეხილათ ეს და რატომ თქვენი არგუმენტი რა არის, რატომ უნდა ენდოს აი ამ თქვენს იდეებს მოსახლეობა ამდენი კითხვის პარალელურად. ნახეთ ახაც თქვენს იდეებს, ეს ჩვენი იდეები არ არის, ეს არის საჭიროებიდან გამომდინარე რეფორმა. შესაბამისად, ის რაც პირველ რიგში რატო უნდა ენდოს? ჩემი იდეა არ არის ყოველ შემთხვევაში და მაგიტომ თქვი თქვენს იდეებს. არა, თქვენს იდეებს, ეხლა ნუ ცოტა ისე ფორმულირება. კი ბატონო, უხეშად თუ გამომივიდა დაგიკონკრეტებთ რა ვიგულისხმე, ის საბჭო, ის კომისია, რომელმაც შეიმუშავა ეს კონცეფცია, მათ მიმართაც არის უნდობლობა, იმიტომ რომ განათლების სექტორის წარმომადგენლები ძალიან ცოტა იყო აი ამ კომისიაში. არანაირად და აქაც არასორი ინფორმაცია გაქვს. ყველა განათლების სისტემის რეალური ექსპერტი მონაწილეობდა აღნიშნული კონცეფციის აღნიშნული თუნდაც ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, განათლების მინისტრი, რომელიც წარმოადგენს როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების სისტემას. განათლების მინისტრის დეპარტამენტის და დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მოადგილეები, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ამ მიმართულებას. ამიტომ ნუ ფიქრობ ისე რომ ის ექსპერტები, ის ექსპერტები, თითქოს და ექსპერტები, რომლებიც გამოდიან და მართლა შემწვა, როდესაც გამოვიდა და ბოლონიის პროცესი და ლისაბონის კონვენცია თურმე 12 წლიან სკოლაზე გადასვლეს, ბოლონიის პროცესი რა შუაშია საერთოდ 12 წლიან სკოლას ესეც კი არის. ეს 12 წლიან სწავლებასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განმარტება, რომ ითვალისწინებენ აი ამ შეფასებებს და მაგას შეიძლება შედგომ გიპასუხებია. კი ბატონო, მიპასუხეთ მაგაზე საინტერესოა. ნდობის ფაქტორს, მე როგორც თქვი, აღნიშნული რეფორმა წარმოდგენილია კვლევის საფუძველზე, ანუ ამას ახლავს თან ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი კვლევა ყველა უნივერსიტეტის მიერ. და თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ ვიღაცებმა კოლეგიალურად ეხა გააკეთეს შეხვედრები, ჩვენს რა თქმა უნდა რამოდენიმე შეხვედრა ჰქონდა როგორც პრემიერთან, ასევე იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სამუშაო ჯგუფის განიხილავდა და ყველას მიეცა შესაძლებლობა. ნუ რატომღაც ეხლა ვიღაცებს გონიათ, რომ თითო ადამიანი ეხა გბირია, რომელმაც სამწუხაროდ ვიღაცებს იქ უნივერსიტეტის თანამშრომლებთან თუ გქონდათ, აი რეგიონის დონეზე უნივერსიტეტს წარმოადგენს რექტორი ამ შემთხვევაში, შესაბამისად კონცეფცია, რეფორმის კონცეფცია, რომელიც არის დამუშავებული, მე წარმოვადგენ უნივერსიტეტს, ისევე როგორც 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი წარმოადგენს საკუთარ უნივერსიტეტს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მუდმივი შეხვედრები, როგორც გითხარით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასევე დეტალურად ისაუბრებს. და აქედან გამომდინარე, განხილვები ეხა ოფიციალურ დონეზე, რასაც თქვენ ამბობთ, არსებობდა და შემდგომშიც იარსებებს, იმიტომ რომ რეფორმა არ მოიცავს საკუთარ თავში იმას, რომ ეს როგორც გაწერილია, აუცილებლად ესე უნდა წავიდეს. რეფორმის განხორციელების პერიოდში აუცილებლად გამოჩნდება ისეთი რაღაცები, იგივე დაუშვათ, შეიძლება რაღაც კაზუსური იყოს, შეიძლება რაღაც ხარვეზი იყოს, რომელიც მოითხოვს შემდგომში რეაგირებას, გამოსწორებას. რეფორმის არსი სწორედ ეს არის. გვაჩვენოს თვალნათლივ რა ხდება. იმ კვლევის საფუძველზე, რომელიც ამჟამად არსებობს და რაზეც საუბარია ინფრასტრუქტურაზე, ხარისხზე, დაფინანსებაზე, კონცენტრაციაზე და ესე შემდგომ, ეს რა თქმა უნდა
უკვე წარმოდგენილია მისი მოგვარების გზები. რაც შეეხება მისი კონკრეტულად მოგვარების გზებს, ეს არის სამსჯელო, ეს არის აუცილებლად განსახილველი, რომელსაც განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და საფართო საზოგადოებას უკვე წარადგინება კონკრეტული უნივერსიტეტების საფუძველზე. კი ბატონო, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ შეიცვლება რადიკალურად რამე აი ამ კონცეფციაში, იმიტომ რომ ეხა დაჟინებით იცავდით ამ კონცეფციის ყველა პუნქტს და აი რეფორმის იდეას არავინ არ ეწინააღმდეგება, ცხადია იქ გადაწყვეტებზე არის კითხვის ნიშნები და რა ვიცი, ყველა პასუხი, რასაც იტყვით ახლა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენზე იმუშავებს, ამიტომ ხვალ რომ შეიცვალოს. თქვენ საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. არა, თქვენზე იმუშავებს, თქვენს რეპუტაციაზე, იმიტომ რომ ახლა რასაც ამბობთ, თუ შეიცვლება ხვალ რამე და მოგიწევთ სხვა რაღაცის თქმა, იქნება ძალიან უხერხული. რა თქმა უნდა, ჩართული ვარ და სამწუხაროდ მე არ მქონდა შესაძლებლობა რომ დავუშვით 2 წლის უკან ჩავთვლილიყავი აღნიშნულ პროცესებში, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ რომ მაშინაც მიდიოდა აღნიშნულ კონცეფციაზე მუშაობა და შესაბამისად მე როდესაც ჩავერთე აქტიურად ვარ ჩართული, მოგეხსენებათ რომ ქონდა პრემიერთან შეხვედრა, ქონდა განათლების სამინისტროსთან რამოდენიმეჯერ შეხვედრა და შესაბამისად განვიხილავთ აღნიშნულ მიმართულებას, ამიტომ ცხადია, რა თქმა უნდა, რადიკალურად ცვლილების შესაძლებლობას მოგცემს ის შედეგი, რომელიც შედეგიც დადგება გრძელვადიან პერიოდში. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, ეტაპობრივად, მიზანმიმართულად, რომელიც მოგვიტანს აუცილებლად დადებით შედეგს. კი ბატონო. ბატონო ტიტი, აქვე პირობას გთხოვთ რომ მოხვალთ კიდევ, იმიტომ რომ ბევრი კითხვა დამრჩა. პირიქით, ძალიან დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, აი გზა კვალ და კვალ ამ შეხვედრების კვალ და კვალ. მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეკითხვები კი ბატონო, ეს თქვენი შეფასება, მე იმ კითხვებს გისვამთ, რომელიც აქვს საზოგადოებას, ამიტომ თქვენ მოგწონთ თუ არა, ეს არის სუბიექტური და კი ბატონო, სუბიექტური და არ ობიექტურობაზე არ ვიდაოთ, იმიტომ რომ თქვენ სუბიექტური ხართ ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი ტიტი აროშიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო ჩვენთან, საუბრობდით უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის შესახებ. მე მომდევნო ხუთშაბათს გემშვიდობებით, ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის.